ოსმანის ფერების შემეცნებითი საგანმანათლებლო ფესტივალის ფარგლებში მოსწავლეებმა ალექსანდრეს ბაღში ფიროსმანის ნახატები დახატეს. ბაღში გამოფენილი იყო თავად ფიროსმანის ნამუშევრების რეპროდუქციები. პროექტი ყოველ წელს ეროვნული მუზეუმის ინიციატივით ტარდება და როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ღონისძიების მიზანი მოსწავლეებში ქართული კულტურის პოპულარიზაცია. ჩვენი მიზანი არის მრავალმხრივი. პირველ რიგში ეს არის ქართული კულტურული მემკვიდრეობის პოტენციალის, ამ შემთხვევაში ფიროსმანის შემოქმედების გამოყენება. მეორე მხრივ ის არის თანამედროვე მიდგომების დანერგვა სამუზეუმო საგანმანათლებლო სფეროში. იმისათვის, რომ ბავშვებმა რაც შეიძლება კარგად გაიცნონ ჩვენი ქვეყნის ისტორია, კულტურა და კულტურული მემკვიდრეობა, ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის გასაგებ ენაზე და სახალისო აქტივობების მეშვეობით გავაცნო და წარმოდგინოთ ეს კულტურა. ფიროსმანი მომწონს ძალიან და ყველაზე მეტად მომწონს აი ეს ნახატი, რომელსაც ახლა ვაფერადებ. ვიცი რომ ფიროსმანი იყო გაჭირვებული, მაგრამ მაინც ხატავდა და მაინც ყიდდა იმ ნახატებს. ვცდილობთ რომ ფიროსმანის ხელოვნება გადმოვიხატოთ რა, ავსახოთ ამ ტილოზე. მაგრამ არ გამოგვდის მეტნაკლებად.